ხო მიდი დეზე აგერო თავი გაწინ რა პრობლემა უსირო მოსიტა მე ვარ ვიცი შობერთან ერთად გაგიწევს და დააკავე ჩამაიყვანე მაშინ შობერს დავაყენე გამოყენები დავაიყვანე რეულებით ხო შობერს დავაყენე Super gato. Olha, grosso. Gato. Tem mais polícia aqui. Çok makam da geldi ya. Açar abi. დღეს დამაკავა სამტრედის პოლიცია მიმდევრებით რომ ჩემს თანაკლასელს ვაყენებთ სიტყვის შეურაცხყოფას ხმის გამაძლიერებით კერძოდ ვაგინებთ და ასე შემდეგ რაც რომელი ფაქტიც არ მიხვდარა და საერთოდ არის სიცრუე და შეთხზული მე ამ ყველაფერს უკავშირებ პოლიტიკურ მიზეზს და ეს ყველაფერი არის მოგონილი და სასამართლომ რა გადაწყვეტილება მოაქვს? სასამართლომ როცა სიტყვიერი გავთხილება და გამათავისუფლება სასამართლო დარბაზიდან. გრძელდება ის უკანონოები, რაც დაწყებულია სამტრედის რაიონში და ზოგადად საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო დაჭერები, დაკავებულია სადღაც 60 ადამიანზე მეტი ქართული ოცნების მხარდაჭერი, დღეს დააკავეს ჩვენი აქტივისტი. სრულიად უსაფუძვლოდ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია ამ ადამიანს, მისი დაკავების კადრებიც არსებობს, ჩვენ გვაქვს ეს კადრები. რაც ვიზავთ 6 დღე უნდა მოვითმინოთ ყველანაირად მაქსიმალური სიმშვიდე გვმართებს რომ შვიდობიანად მივიდეთ არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს ამათ უთხრათ ის სათქმელი რასაც მთელი საქართველოს ამდენი ხანი ველოდებით და გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსვლელში ყველა ეს მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით განთავისუფლეს სასამართლოდან სიტყვიერი გაფრთხილება მიცეს მას არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ეს ვიცით ჩვენ ყველამ ეხლა ყველამ წყნარად, შვიდად გადავიდეთ ჩვენთან ოფისში. ყველამ აბსოლუტურად არ ავყვეთ არანაირ ზოგიერთების გამოძახილებს იქ წყნარად, როგორც ქართულ ოცნებას, როგორც ჩვენ შოქფერის, ისე მივიდეთ ოფისთან და იქ რამოდენიმე სიტყვას კიდე გეტყვით, რომ ყველამ გავიგონოთ. ჩვენ ყოველთვის რისთვის ვიბრძვით სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ჩვენმა შვილებმა, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ხომ უნდა იცხოვრონ ერთხელ და სამუდამოდ ერთიან, ძლიერ და რაც მთავარია სამართლიან კანონიან საქართველოში. სადაც კანონი იქნება ყველასთვის ერთი. ხედავთ ყველა ჩვენს მხარეცა ღმერთიც, ორიც და სამტრედის პოლიციაც ამათ რო არ ევარგათ ეხლა აი ასეთ არაზმულები აქ არ ვიდგებოდით დიდი მადლობა გადაეცით ზიადობებას მე ორი სამი წინადადება მაქვს ხალხო სათქმელი ერთი გვირა გავიდა იმ ამაზრზელი კადრების გაშვებიდან, როცა თელმა საქართველოს ნახა ნამდვილის სახე მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ცოცხლებით და ხელკეტებით შეიარაღებული. ერთი გვირა გავიდა, ორი სამი დღე
იყვნენ მიჩუმათებულები, გახურსულები. შემდეგ პრეზიდენტმა შემოუძახა მის ბანდას